დღეს ვეწვევ პურიგულიანს, სახაბაზო და სხვა გემრიელი, ასეთი დასახელების კვებიოცის ობიექტია. გადავწყვიტე დღეს აქ დავაგემოვნო ლანჩი და აჭარული ხაჭაპური. გავიგოთ რამდენად კარგი ლანჩი არის 37 ლარად და რამდენად გემრიელი ხაჭაპური. ასევე მოგიყვებით ლანჩის კულტურის შესახებ და გაგიზიარებთ ჩემ ცოდნას ლანჩთან დაკავშირებით. შევარჩიოთ ადგილი. ეხლა არის 14 საათი და 25 წუთი. შევუკვეთოთ და რამდენად არის მოსწრებადი ლანჩი ამ ობიექტზე. გავარკვიოთ. მენიუ გვაქვს QR კოდით. გვინდა ლანჩი. ლანჩის სეტი. მე აქედან ავარჩევ ქათმის სუპს, რადგან ხორცის მოყვარული ვარ, შევუკვეთავ ლორის და ყველის ტოსტს და დესერტად შევუკვეთავ ბლითებს. იმედია მე იმტანი მოვა ეხლა და გავაკეთებ შეკვეთას. 5 minutes later. სამწუხაროდ მიმტანსაც ვერ ხედავ, რომ დაუძახო და შევუკვეთო. 5 წუთია ვზივარ და ველოდები, კერძები შერჩეული მაქვს. შევუკვეთავ. დაუძახი მიმტანს და მოვა ეხლა რომ შევუკვეთო. გამარჯობა. ლანჩ მენიუ მინდა ერთი. ქათმის წვნიანით, მეორე იყოს ლორის და ყველის სენდვიჩი, დესერტად იყოს პონჩიკი, ლაღიძის წყალი, ნაღები შოკოლადით და აჭარული ხაჭაპური. ვიცი ისე. სიტყვა ლანჩი პირველად მე-17 საუკუნის ინგლისში გამოჩნდა და ნიშნავდა მსუბუქ წახენსებას დღის განმავლობაში. ინდუსტრიული რევოლუციის დროს, როდესაც ადამიანები დილით ძალიან ადრე იწყებდნენ მუშაობას ქარხნებსა და ოფისებში, გაჩნდა საჭიროება შუადღის შესვენების. დილასა და საღამოს შორის შუალედში მსუბუქი კვება პრაქტიკულ აუცილებლობად იქცა. სწორედ აქედან დაიწყო ლანჩის, როგორც სამუშაო დღის ნაწილის ჩამოყალიბება. საფრანგეთში ლანჩმა უფრო დახვეწილი ფორმა მიიღო. იქ შუადღის კვება გადაიქცა სრულფასოვან პროცესად. პირველი კერძი, მთავარი კერძი, დესერტი და ზოგჯერ ერთი ჭიქა ღვინოც. ლანჩი გახდა არა მხოლოდ კვება, არამედ სოციალური და კულტურული მოვლენა. საქართველოში ტრადიციულად მთავარი სუფრა უფრო საღამოს იმართება. თუმცა თანამედროვე ქალაქურმა ცხოვრებამ და ბიზნეს გარემომ ლანჩის კულტურა აქტიურად შემოიტანა. დღეს უკვე ბევრ რესტორანში არსებობს სპეციალური ბიზნეს ლანჩ მენიუ, რომელიც დროის და ბიუჯეტის გათვალისწინებით არის შექმნილი. ლანჩი დღეს უბრალოდ შუალედური კვება აღარ არის. ის სამუშაო დღის ნაწილი, სოციალური სივრცე და ცხოვრების რიტმის გამოხატულებაა. მადლობა. მომიტანა ორიანი ჩანგალი. მიმტანმა, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია, მაგრამ არ მოუტანია კოვზი. შეიძლება წვნიანთან ერთად მომიტანოს, შეიძლება ავიწყდა საერთოდ. რადგან დანაჩანგალს მიწყობს ჩემი აზრით, კოვზიც უნდა მოიტანოს. მადლობა. მომიტანეს ლაღიძის წყალი. მიმტანი არის თავაზიანი, კეთილგანწყობილი. იქ გადამჭირდებოდა თუ არა საფერფლე, მომიტანა ხელსახოცი დანაჩანგალი, საფერფლე, მომიტანეს ასევე ლაღიძის წყალი და ეხლა დროა უკვე საჭმელი მოიტანა და დავაგემოვნოთ. მადლობა. რატომღაც პირველი მოვიდა აჭარული ხაჭაპური. მე უფრო ბოლოს ველოდი. ვიზუალურად გამოიყურება კარგად და აბა ყველი არ არის კარგი, წყალი გაზდის აი. ეს არ არის კარაქის ცხიმი, ეს არის ყველის წყალი. მოიტანეს წვნიანი ერთად, სამწუხაროდ, რადგან ორივე კერძს ერთად ნამდვილად ვერ შევჭამ. მინდა დავიწყდა კოვზი.
მადლობა. და აჭარული უნდა ვჭამოთ აუცილებლად ხელით. ხელით უნდა ამერია, მაგრამ გადავწყვიტე რომ დანარჩენით ამერია. თებში არის დასრული სუდა დიდო ან წვნიანი არის გემრიელი, მაგრამ ქათმისფილი არის ჩახარშული. ეს რაებია? ესა რას მეუბნებით? ეს არის соуსი, დოგვის, ეს კი აზიური соуსი არის. კი ბატონო. კი ბატონო. მადლობა. შენ აქ კრემყველი, აქ ტრუფელის соуსი, აქ ჩედარი და აქ ლორი. დიდი მადლობა. გემრიელი. აჭარული როგორია? ალბათ 8 ყველის ამბავია. აი რაღაცნაირად ის არის წყალი გაზდის ყველს. სვერია ყველს გაჭარბობს. კი და აი ამას გავაგზავნებ შევშამე ხა. აი აქ ძირია დაუდგა მე რა უფრო მშრალი ყველი უნდა იყოს შემიაცი. და აი რაღაცა გემო დაკრავს ყველის გემოა კი, მაგრამ იცი როგორი წახში რვაჩერებენ. ხო, მესმის. აი იმის გემო დაკრავს და ხო. აი ეგ გემო რო დაკრავს ხაჭაპურში მე ჩემთვის არ არის სასიამოვნო. უფრო ჭინტი ყველის ამბავი უნდა იყოს. კარგი ხაჭაპურის. აი არა გაჩერებული. და ნუ ყოველ შემთხვევაში ქართული ყველი რაც არის გაჩერებ ზოგადად ვიცი რომ პრობლემაა. არა, ეს არის. ქართული ყველი არ არის. კი, მესმის. იმერია, ასევე ჭინტი. აი ხმელის გემო იმუშება იმ გემოს რომელიც ჩემთვის გასაგები. ხაჭაპურში არ არის კარგი ზოგადად ხაჭაპური მომწონს ჭინტი ყველით და იმას მარილით დააბალანსო ისე ცალკე მარილით რო გავუკეთო მე მგონი უფრო კარგი ვარიანტი იქნება ჩემი გადმოსახედიდან მაგრამ ბავშვი ახლა მე არა კომპეტენტი ვარ ის თანამშრომელი ვარ ხო ისე გემრიელია წომი ძალიან კარგია უბრალოდ აჭარული ხაჭაპური ცოტა ისეთი კერძია ფაქიზი აჭარული და ხინკალი ჩვენთვის ქართველებისთვის და ისეთი გონია რომ სანამ კარგი ფერმა არ გაკეთება ქვეყანაში ყოვლის პრობლემას უიქნება ესე იგი აქ არა ნუ ეხა არა მესმის გულწრფელი აზრი გავის კი ნამდვილად გულწრფელად შევაფასე ეს და რავი სულ ვეძებ რომ აი კარგი აჭარული სამე ჭამ კარგი აი 10-დან 10 რო თქვა სამწუხაროდ ვერ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში იმედია სადმე ვიყო ყოველის პრობლემა გვაქვს სერიოზული ქვეყანაში როგორც ხორცის ძალიან სასიამოვნო ამბავი მოხდა სერვისის თანამშრომელი მოვიდა ეხლა და კითხა როგორი იყო აჭარული ხაჭაპური რაზეც მე გულწრფელად უთხარი აუხსენი ჩემი შეფასება და მიიღო ძალიან კარგად, სწორად, რაც სასიამოვნო იყო ჩემთვის და ალბათ ყველასთვის სასიამოვნო იქნება, რომ დაინახა გვერდზე გადადებული ხაჭაპური, მე უბრალოდ წვნიანი გადავწყვიტე, რომ პირველი მეჭამა და მაგის გამო გადავდე ხაჭაპური გვერდით. ძალიან სასიამოვნო იყო, მომეწონა ეს მიდგომა. შემდეგი კერძი ეს არის ლორის და ყველის სენდვიჩი აზიური соусით და მდოგვის соусით. სალადის ფოთლების მიქსი. соусებთან დაკავშირებით არ ვიცოდი და კითხე სერვისის თანამშრომელს რომელმაც ამიხსნა სენდვიჩს აქვს ლორი ყველი აქ არის ტროფელი ცხელია ხრაშუნა აბა ნახოთ ძალიან ცხელი და ხრაშუნაა. კრემი ზომიერად კბილი და ჰაეროვანი. ტიპი დაამატე 10%. საერთო ჯამში შევაფასებ ამ ადგილს დადებითად. კერძები კარგი, ნამდვილად ღირს ლანჩზე აქესტობა. ყველაფრისთვის დაჭირდათ 45 წუთი. რაც ლანჩისთვის ცოტა მეტი არის, ჩემი აზრით, ალბათ 30 წუთში უნდა დასრულდეს იმის გამო, რომ 15 წუთი საშუალოდ ვიანგარიშოთ დროის განსაზღვრა სამსახურიდან კვების ობიექტამდე და შემდეგ უკან სამსახურში, რადგან ეს არის ლანჩ მენიუ. კერძები ნამდვილად კარგი, ალბათ საერთო ჯამში 10-დან 8 სერვისი ნორმალური, პერსონალი კეთილგანწყობილი, გემო კარგი, შიგნით კვების ობიექტში რომ შევედი, იყო ყველაფერი სუფთა, საფირფარო მოწესრიგებული, ყველა აბსოლუტურად ყველა შიგნით ყველა თანამშრომელი ვინც კი შემხვდა, ნამდვილად კეთილგანწყობილი იყო, მიღიმოდა, ყურადღებას აქცევდნენ სტუმრებს.
საერთო ჯამში შევაფასებ ამ კვების ობიექტს დადებითად. ნამდვილად ღირს ეს ლანჩ მენიუ 37 ლარი. ღირს რომ გადაიხადოთ, ისე ამოვნოთ. უბრალოდ დროის მონაკვეთი 45 წუთი ცოტა მებევრება იმისთვის, რომ სამსახურიდან მოასწრო, ჭამო, დაისვენო. დასვენებისთვის კარგია 45 წუთი, მაგრამ სამსახურისთვის ბევრია. მით უმეტეს იმ სიტუაციაში, რაც ხდება ქალაქში, მანქანით გადაადგილება ყოველად შეუძლებელია. ალბათ სკუტერები და ველოსიპედები უნდა მოვამრავლოთ, რომ სწრაფად ვიაროთ ბრეიქებზე. მან ყოფილი ვარ დღევანდელი ლანჩით. აჭარული ხაჭაპურიც იყო კარგი. 8-10-დან 8 არ არის სული შეფასება, საკმაოდ მაღალია ჩემი აზრით, მაგრამ 10-დანაც ვეძებ. მირჩიეთ კომენტარებში, სად ვჭამო 10-დან 10 აჭარული ხაჭაპური. დაგემშვიდობებით ამითი. თქვენ კი გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო.